საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წოდებული უწყების ხელმძღვანელის ბოჭორიშვილის მოადგილე ბატონი დარსალია, რომელსაც მე ვიცნობ, ეგ რა მაგის პასუხია. შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს. ეს შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში. ვიდრე ამ შეხვედრაზე ვილაპარაკებდეს ზოგად კონტურებში. მანამდე გეტყვით საიდან ვიცნობ და როგორ ვიცნობ ლაშა დარსალიას განსაკუთრებულად ცხადია არა. მინახავს 5 ჯერ, 6 ჯერ, მაშინ როდესაც ის სახელმწიფოს სამსახურში იყო და მუშაობდა ამა თუ იმ უწყებაში. უნდა ვიცოდეთ და მათაც უნდა იცოდნენ, რომ არც ერთი პირი, ვინც ახლა არის ქართულ ოცნებასთან, რომელიმე სახელმწიფო უწყებაში პოლიტიკურ თანამდებობაზე, ის სახელმწიფოს სამსახურში არ არის. რაც არ უნდა, რა გინდა რა, არგუმენტებით დაგხუნძლონ და გვითხრათ, რომ მე დავრჩები საქართველოს საგარეო უწყებაში, თავდაცვის უწყებაში, ეკონომიკის სამინისტროში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ამ მნიშვნელობა აქვს. რომელიმე უწყებაში, მთავრობაში, პარლამენტში. მე ვრჩები ამ და ამ მიზეზების გამო, მაგალითად დარსალიამ რო თქვას, რომ იმიტომ ვრჩები, რომ ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან შევინარჩუნო ურთიერთობა, მე რო არ ვიყო, მაკა ბოჭორიშვილი საერთოდ დაღუპავდა ამ უწყებას. ამას იტყვის ადრე თუ გიან დარსალია, რომ ვიცოდეთ, კონკრეტულად დარსალია. რომ ვიცოდეთ მაინც. ეს მაინც არ არის კონკრეტულად ამ პირის და ზოგადად ამგვარი ტიპების, ამგვარი პირების გამამართლებელი. თქვენ სახელმწიფო სამსახურში არ ახართ. თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის სამსახურში რამდენადაც, მათ შორის. რამდენადაც თქვენ ვერ იღებთ გადაწყვეტილებას. ვერც ერთ მნიშვნელოვან კი არა, უმნიშვნელო საკითხზეც კი. ახლა სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბატონი დარსალია ვაშინგტონში. შეხვდა ბრენდან ჰანრაჰანს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ანუ მარკო რუბიოს თანაშემწეს. ისაუბრეს, მე გეტყვით, მაღალი ალბათობით აზე ისაუბრეს სხვადასხვა საკითხებზე, მაგალითად ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე. აქნია და აქნია ბატონმა დარსალიამ თავი. თქვა, რომ პრინციპში თქვენ მართალი ბრძანდებით. ჩვენ რომ ამერიკელო მეგობრებო. მე ამას გადავცემ უწყების ხელმძღვანელ მაკა ბოჭორიშვილს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ბატონი დარსალია გაბედავს და ბოჭორიშვილს ეტყვის გაუზიარებს იმ ძირითად გზავნილებს, რომლებიც აქვს ვაშინგტონს თბილისთან, მაკა ბოჭორიშვილი დაამოხრუჭებს მე და ამას ყველაფერს ვერ ეტყვის ირაკლი კობახიძეს. მერე უკვე ირაკლი კობახიძეს იმ შემთხვევაშიც კი თუ ეტყვის, ანუ ირაკლი კობახიძეს გაუბედა და უთხრა ბოჭორიშვილმა. ირაკლი კობახიძე ვერ გაუბედავს ბიძინა ივანიშვილს. და ვერ ეტყვის, რომ ამერიკას შეერთებულ შტატებს ვაშინგტონის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ეს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბატონ ლაშა თუ ბატონმა ბრენდან ჰანრაჰანმა ამ თემაზე ისაუბრა მასთან. ჩვენი პოზიციაა, რომ გაანთავისუფლოთ სინდისის პატიმრები. დარსალია თავს კი უქნევს იქ ვაშინგტონში. მაგრამ გამოდის თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტიდან მაღალი ალბათობით ამბობს, რომ კაი თქვენს ჯანდაბას. მე ამას მაკას ვერ ვეტყვი. იმიტომ რომ მაკაც ირაკლიც, უშუალოდ ლაშაც, ან სხვები, თამარ ტალიაშვილი, ან ნებისმიერი დეპუტატი, ან ნებისმიერი დიპლომატი, ან ნებისმიერი პირი ვერაფერს წყვეტს ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები, ტუსაღები, პატიმრები, მძევლები არიან, მაგალითად სინდისის პატიმრები. თუმცა აქვე ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მინისტრის მოადგილე დარსალიას შეხვდა არა სინდისის პატიმრებზე, ეს თემა საერთოდ არ განუხილავთ მაღალი ალბათობით მხარეებს. არამედ შეხვდა რეგიონის გარშემო, ან რეგიონში მოდი ასე ვიტყვი, შექმნილი ვითარების თემაზე. პირველ ყოვლისა რასაკვირველი იგულისხმება ირანი. ოღონდ აქაც ნათლად უნდა ვთქვათ, რომ თქვენი პოზიცია როგორია, თბილისს როგორი პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოხდეს ირანში, ან როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში. ეს კი არ იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის რემარკა თუ კითხვა ადრესატი ლაშა დარსალია, არამედ ამათი ამერიკელების პოზიცია იქნებოდა ამგვარი.
სტილი იქნებოდა ამგვარი. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ, გადაწყვეტილება მიღებული არ აგვაქვს, ეს უბრალოდ გითხარით და თქვენ უნდა იყოთ ადეკვატურები ამ ვითარებაში. არის თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ადეკვატური ამ ვითარებაში? უცნაურ რამეს გეტყვით. გაგიკვირდებათ და მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა რომ იყოს ადეკვატური, ანუ უნდა რომ იყოს თავიდან ბოლომდე რუსულ ნავში გადასკუპებული, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას არანაირი რესურსი არ აქვს წინააღმდეგობის გაწევა ვისა შეერთებული შტატებისათვის. კერძოდ გულისხმობს შემდეგ რამეს. უკვე მეორე სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა თბილისის აეროპორტში ბოლო 1 კვირის თუ 8 დღის განმავლობაში. ცხადია, არავის არ უნდა ეგონოს, რომ თვითმფრინავს გზა აერია და სხვაგან უნდა ჩამოფრენილიყო და თბილისში ჩამოფრინდა. ამით ამერიკელებმა დააფიქსირეს, რომ ეს ტერიტორიაც, ეგ რა მაგის პასუხია, არის ჩვენს ინტერესებში. და ამ ტერიტორიაზეც შეიძლება განვითარდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ხაზები აეწყოს, მოდი ასე ვიტყვი, ამ ტერიტორიიდანაც ირანის კონტექსტში. სათადარიგო ვარიანტია საქართველოს, სათადარიგო აეროპორტია, დასაფრენი ზოლია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დასაფრენი ზოლი, თუ ასე შემდეგ ეს ცალკე თემაა, მაგრამ რაღაცა მომარაგების თვალსაზრისით, რაღაცა ლოჯისტიკური ხაზის გამართვის თვალსაზრისით, საქართველოს, კონკრეტულად თბილისი, კონკრეტულად აეროპორტი ამერიკელებს სჭირდებათ. ვაზიანის სამხედრო აეროდრომი არ რომ არსებობდეს, ცხადია ის უფრო დასჭირდებოდათ, ვიდრე თბილისის სახელმწიფო კი არა, ხო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მაგრამ ვაზიანი არ არსებობს და ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაც, სადაც ამერიკელები იყვნენ და არიან, გააგდოს იქიდან. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ამბავი. შარშან ჩატარდა თავდაცვის უწყებას კი ვაკრიტიკებთ, ასაკვირველია, იმიტომ რომ არ დაესწრო მისი ხელმძღვანელობა ამ წვრთნებს, რაც გახსნას და რაც დახურვის ცერემონიალს. მაგრამ შარშან ჩატარდა მტკიცესული ასეთი წვრთნები, სწავლებები წვრთნები, საერთაშორისო სხვათა შორის და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მრავალკომპონენტიანი და ძალიან მრავალმხრივი. უკრაინელებიც კი მონაწილეობდნენ, წარმოიდგინეთ. ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უკანა პლანზე გადასწია ეს წვრთნები როგორც ასეთი. ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელების ინტერესი იყო ამ წვრთნების ჩატარება საქართველოში, სხვებთან ერთად, ვერ გაუწია წინააღმდეგობა. იქ დამუშავდა სცენარები იმასთან დაკავშირებით, ცხადი არასრულ ყოფილად, მაგრამ მაინც თეორიულად შემოსვლის შემთხვევაში რუსები რო შემოვიდნენ, ვინ რას საერთაშორისო ძალებიდან და ქართული საჯარისო შენაერთები თავდაცვის ძალები რას აკეთებენ დროის რავადაში, როგორ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წელს მაღალი ალბათობით ჩატარდება მეორე ასევე დიდი წვრთნები, ამას ქვია ნობელ პარტნერი 2026 შესაბამისად. საქართველოს შეიარაღებული ძალები, თავდაცვის ძალები მიიღებენ მასში მონაწილეობას სხვებთან ერთად. ვინცის და ეს ნობელ პარტნერი იქნება უფრო დიდი, ვიდრე ეჯაილ სპირიტი, ანუ მტკიცესული იყო. ამერიკელები ამ რამდენიმე ხნის წინ თუ არ ვცდები 10 თუ 12 მილიონიანი დახმარება გამოყვეს სწორედ თავდაცვის უწყებისათვის და ამით რუსეთს პირველ ყოვლისა და რუსეთის აკაურ დამქაშებს ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით უდასტურებენ, რომ საქართველოს მათი ინტერესია, საქართველოს მათ ინტერესში შედის, საქართველოს ასე იოლად განსაკუთრებით თავდაცვის უწყებას, შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვის ძალებს, ასე იოლად ვერ მიანებებენ თავს და ვერ დაუთმობენ ბიზინა ივანიშვილს სახრავად იმ ძალებს, რომელთა შექმნაშიც ამერიკელებს ლომის წილი აქვთ. შეტანილი 2002 წლიდან, 2001 წლიდან, აი წვრთნისა და აღჭურის პროგრამა რო დაიწყო იმ პერიოდიდან 2000-იანი წლების დასაწყისიდან. ამ თემას რომ აღარ გავაგრძელო, გავხურდე ამ თემაზე, რომ აღარ გავხურდე, ისევ ლაშა დარსალიას მიუბრუნდები. მე ვიცნობ მეთქი აკითხარით ლაშა დარსალიას. 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ შეიძლება მეტჯერაც შევხვედრი ვარ, მაშინ როცა ის სახელმწიფოს სამსახურში იყო. მან უნდა გაიგოს, ისევე როგორც ჩემმა ნაცნობმა დეპუტატებმა, მინისტრების მოადგილეებმა და ასე შემდეგ, ვისშიც მე ჭვი არ მეპარებოდა, თქვა 10 ან 12 წლის წინ. უნდა გაიგონ, რომ ისინი ვერც ერთ საკითხს ვერ გადაწყვეტენ. ირაკლი კობახიძე ვერც ერთ საკითხს, ირაკლი კობახიძეც კი, როგორც მე არ ვიცნობ ერთხელ ინტერვიუ მაგარებული, მაგრამ მაინც
ვერ გადაწყვეტს ვერცერთ საკითხს. ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა ის იქნება გადაწყვეტილი. რაც შეეხება საქართველოს მიატოვებს თუ არა შეერთებული შტატები, ბარემ რო ვიცოდით, არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს. შავი ზღვა არის უმნიშვნელოვანესი შეერთებული შტატებისათვის, როგორც ნატოს ზღვა, სადაც რუსეთის დომინაცია, როგორც ასეთი, უნდა დასრულდეს და აღმოიფრქვას. პრინციპში დასრულებულიაო, ბევრი თქვენგანი თუ მეტყვის, ამ ნათქვამში იქნება სიმართლეზე მეტი, ანუ 2 სიმართლე, 5, 7 ან 17 სიმართლე. იქნება სიმართლე დასრულებულია, იმიტომ რომ შავი ზღვის რუსული ფლოტი გვარიანად დასუსტებულია, თურქეთი უფრო მოძლიერებულია. უკრაინა უჭირს შავ ზღვაზეც მათ შორის, მაგრამ უკრაინა გადარჩენილი სახელმწიფოა და როგორც განვითარდება ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ისე გადაწყდება შავი ზღვის ბედის, მაგრამ რუსეთს არ დაუტოვებენ იმ სიმძლავრეებსა და სიძლიერეებს, რომლებიც მას ჰქონდა ვიდრე ომამდე. ამიტომ ნატოსთვის და კონკრეტულად შეერთებული შტატებისათვის და ბოდვაა, რომ ნატოსა და შეერთებულ შტატებს შორის რამჩხუბია. უსიამოვნებები არის, გაურკვევლობები არის, რაღაცეებზე კამათობენ, მაგრამ ესე უკამათოთ რომ არა, ბაიდენის ადმინისტრაცია მან სხვა რა პრობლემა, რა ბენეფიტი, რა შედეგი დადეს, რა მოიტანეს. იყო ვატო, მაგრამ არ იყო. ახლა მსჯელობენ, კამათობენ, ჩხუბობენ. მოკლედ ბოდვაა, რომ ნატოსა და შეერთებულ შტატებს შორის რამ გაუგებრობა არსებობს და შეერთებული შტატების ინტერესშიც არის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერისა, შავი ზღვის გაძლიერება. ეხლა დაუბრუნდეთ თავარ თემას, მიატოვებს თუ არა შეერთებული შტატები, ვერ მიატოვებს, ვერ ჩაუტოვებს რუსეთს ამ რეგიონის, შავი ზღვის რეგიონის ერთ სახელმწიფოს, ერთ კინკილა სახელმწიფო, საქართველოს, რომ ვიცოდეთ მაინც. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ მოცემულ ეტაპზე საქართველოსთვის დიდად, ნაწილობრივ სცალიან, მაგრამ დიდად არ სცალიან. ვერ იცლიან ამბებია გარშემო, მათ შორის ყურის ძირში, ისეთები, რომლებიც საქართველოზე, რომელთა გამოც საქართველოზე კონცენტრირებას ვაშინგტონი ვერ ახერხებს და ვერ ახდენს. ამასობაში ამათმა ცეცხლი გაუხსნეს არა მხოლოდ ვალდამ, არა მხოლოდ ბრიუსელს ან ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს, შვედეთს, ამის კიდევ ვიღაცებს გაუხსნეს, ჰოლანდიას, ნიდერლანდებს, ეხლა წავიკითხე ბალტიის სახელმწიფოებს და ასე შემდეგ. არამედ ევროკავშირის მიღმა არსებულ სახელმწიფო ბრიტანეთსაც და ოკეან გაღმა სახელმწიფო შეერთებულ შტატებსაც არავინ არ თქვას, რომ შათილიშვილი მარტო ამას რასაც წერს და რასაც გვთავაზობს. მარტო რომ იყოს შათილიშვილი, იმედი ვერ გათავხედებოდა ისე, რომ დაებეჭდა, გამოექვეყნებინა შათილიშვილის ბოდვა. რომ არ ჰქონდეს ინფორმაცია რა თუ განცდა, იმედს უпроцовად მის მესვეულ ლიდერ რუხაძე ბანდიტს, რომ ბიძინამ მისცა ვიზირება ჩათილიშვილს, რომ ამოგანაცვლად გამოექვეყნებინა ეს წერილი. დარსალიას ვიზიტი არაფრის მომცემი არ არის, უბრალოდ დარსალიას საქმის კურსში ჩააყენეს, რომ საქართველო იქნება ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს ახლა ვინ ეკითხება საბოლოო ჯამში, აბა გაბედოს ივანიშვილმა და არ დათმოს, არ დაუთმოს დროებითი დასაფრენის ზოლი ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს საჭიროების შემთხვევაში თუმცა დასჭირდათ. საქართველო იქნება ამ პროცესში, ამერიკელების მხარეს, წერტილი. აქ პრობლემა სხვაგვარია. საქართველოს ხელისუფლება რატომ არის ისიც ყველაფერთან ერთად დამნაშავე ქართველი ხალხის წინაშე, საქართველოს მომავლის წინაშე. პარტნიორები რო არ აყავს, ხო გასაგები, ხო ვიცით რომ მოიძულა ყველა პარტნიორი და ყოველდღიურად იძულებს და იძულებს. ამერიკის შეერთებული შტატები ახლა აფიქსირებს პოზიციას, მაგრამ ირანის ხომ არ არის გულხელდაკრეფილი, ირანის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აფიქსირებენ, რომ ემანდ თუ მოიტანს იერიშ შეუტევს შეერთებული შტატები და ისრაელი ერთად თუ ცალ-ცალკე ალბათ უფრო ერთად ირანს, ამას ამბობს ირანის ხელისუფლება, ისრაელი და შეერთებული შტატები თუ მართლა გადაწყვეტენ და შემოგვიტევენო, ჩვენ გულხელდაკრეფილნი არ ვიქნებით და გლობალურ ომს გავაჩაღებთ. ყველა იმ ობიექტს დავბომბავთ, რომელიც შეერთებულ შტატებს ეხმარება ჩვენს წინააღმდეგ ომის წარმოებაშიო. კარგად გესმით? ირანის პრობლემა დასამთავრებელი, აიათოლების პრობლემა დასამთავრებელი აღმოსაფხრელია. აიათოლები დასამთავრებლები არიან. ალი ხამენეი დასამთავრებელია. ამისთვის საქართველოს მოლეკულა, მეტი არა, ერთი
ერთი აგური უნდა დადოს მილიონ აგურში შესაძლოა, მაგრამ ამ ერთი აგურის გამო შეიძლება საქართველოს გახდეს თეორიულად გამორიცხული არ არის, ეს ყველა სიტყვას მეტნაკლებად ზუსტად ვიტყვი, რომ მაყურებელმა გაიგოს კარგად, შეიძლება საქართველოს გახდეს კონკრეტულად საქართველოს გახდეს რაღაცა ირანის ჰიბრიდული იერიშების, მოდი აი რო არ დავზაფროთ მაყურებელი, ჰიბრიდული იერიშების ობიექტი, მსხვერპლი ობიექტი, უფრო მსხვერპლსაც არ ვიტყვი. საქართველოს დამნაშავე ხელისუფლებამ ქართული ხალხის წინაშე ისე მოაწყო, რომ ჩვენ არ აგვყავს პარტნიორები, რომლებიც ჩვენ გვერდზე დაგვირგებიან. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ დაშა დარსალიას თუ ეს უთხრეს ირანის კონტექსტში. ლაშა დარსალიამ უთხრა, ცხადია თბილისთან შეთანხმებით, უნდა გაეკეთებინა ეს და თბილისთან ვერ შეეთანხმებდა, იმიტომ რომ თბილის ეს აღქმები არა აქვს. ლაშა დარსალიამ გაბედა და უთხრა, რომ იცით რა არის, ჩვენ რას ვიღებთ ამაში. კი, არა საკვირველია. გამოიყენეთ საეროდრომები თუ გჭირდებათ, იმიტომ რომ აიათოლების რეჟიმი დასამთავრებელია თუ ეს გაბედა საერთოდ დარსალიამ, მაგრამ ჩვენ საქართველოს რას ვიღებთ ამაში? აი, უსაფრთხოების რა სისტემას, რა ბენეფიტს ვიღებთ ამაში? მაგალითად, არ ვიცი, თავისუფალ ვაჭრობას, ან ქარტიას დაუბრუნდებით, ან სტრატეგიულ შეთანხმებას დაუბრუნდებით, ან რაღაც მსგავს. ვერც გაბედავდა ლაშა დარსალია ამის თქმას თავის მხრივ, თუ არ შეუთანხმდებოდა ბოჭორიშვილს. ბოჭორიშვილი კობახიძეს, კობახიძე კი ივანიშვილს. ოღონდ ივანიშვილს ეს აღქმები არ აქვს, იმას ისტერიკას ჭირს, დარწმუნებული ვარ. ისტერიკას ჭირს იმისა და გამო, რომ არ იცნობს იმ აიათოლას, ალი ხამენეის, შეექმნება პრობლემები. მას უნდა ეს ყალბი მშვიდობა და ვერ გაუგია, რომ მისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს პროცესები, რომლებსაც ის უბრალოდ ვერ აკონტროლებს და ვერც გააკონტროლებს. და სურვილის დაფიქსირება, რომ მე მინდა, რომ ის შედარჩეს ირანში ვითარება არაირიოს და ისეთი მდგომარეობა შენარჩუნდეს, როგორიც არის ახლა, ეს სურვილი სამართლიანიც რომ იყოს, ცხადია უსამართლოა. ხოლმე რომ ალი ხამენეი დამნაშავეა კაცობრიობის წინაშე და ჩამოსაგდებია. ეს სურვილი სამართლიანიც რომ იყოს, წარმოვიდგინოთ. ივანიშვილს არავინ არ ეკითხება. რაც გადაწყვეტს, თუგნებავთ ასე ვიტყვი გლობალური ომის პარტია. ამიტომ არის გადაფსიხებული მათ შორის ივანიშვილი, ანუ შათირიშვილის პირით ივანიშვილი. ირანის თაობაზე აბზაცი თუ აბზაც ნახევარი სწორედ ამ მიმართულების იყო. ეხლა რას გაბედავს ივანიშვილი? იტყვის რომ არავითარ შემთხვევაში მე არ დაგითმობთ რაღაც ინფრასტრუქტურის ნაწილს ამ კამპანიისათვის, ამ ამბავში. რა საკვირველი ამას ვერ გაბედავს? ამიტომ დაერხა. ამიტომ ერხევა. და თუ გაბედავს და დაუთმობს, ამ შემთხვევაში ვაპატიეთ, მაგრამ რუსეთი არ გაჯავრდება? და თუთაშხიას თუ რაჟა შარჩიმელიას აქცენტით რომ მოუქციო ახლა მე? არ გაჯავრდება რუსეთი. რა გიქენი ეს მუშნი? რა გიქენი ეს ბიზინა? აუქენი საკუთარ თავს ბიზინა? ანუ ამინდა თქვა რომ ძიმე მდგომარეობაშია გრიგოლიჩი. როგორც ეს მისი ბრალია, თხარა და თავადვე გამოთხარა. კატა. ან რუსეთი, ან დასავლეთი. დასავლეთს ეგ არ მიუბრუნდება ხალხს თუ არავითარ შემთხვევაში, ამიტომ ღუპავს ქვეყანას.